ილონ მშვიდობისა დილის გადაცემა დაბრუნდა პირდაპირ ეთერში. მაშინ როცა მუსიკალურ მაღაზიებში ირაკლი ჩარკვიანის ჩანაწერებს ვერ იპოვით, Bravo Records-ი მეფის საუკეთესო ჰიტების ნაკრებს გთავაზობთ. ახალი ალბომი მითაცაა გამორჩეული, რომ მუსიკალურ ნაწარმოებებთან ერთად მასში გაერთიანებულია მეფის უცნობი ფოტოები, ლექსები და ჩანაწერები. The Best of King ახალი ალბომის პრეზენტაცია დღეს საღამოს 6 საათზე Bravo Records-ში დაგეგმილი. მანამდე კი ჩვენი სტუმრები არიან ქეთათ ჩარკვიანი, ბატონი გელა ჩარკვიანი, Bravo Records-ის დამფუძნებელი ზაზა შენგელია და კავკასიის ონლაინის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი რუსო კაპანაძე. მშვიდობის, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმრები. დიდი მადლობა ამისთვის, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, ყველასთვის დიდი სიურპრიზია. ქეთათ, მithumetes მაშინ როცა რა ვხსნათ, რატო არ არის მუსიკალურ მაღაზიებში ირაკლი ჩარკვიანის არც ერთი ალბომი. აქამდე იყო 7 ალბომი, ხო? შესაძლებელი იყო ყიდვა ძირს მემფისა ამ ალბომის და შემდგომ უკვე ამოიწურა ტირაჟი და საკმაოდ ისეთი შიმშილი იყო მუსიკალურ ბაზარზე, არაერთხელ მიკავშირდებოდნენ, მეუბნებოდნენ, რომ სტუმრები არიან უცხოელები ჩამოსული და უნდათ ირაკლი ჩარკვიანის დისკის შეძენა და ეს იყო ყოველად შეუძლებელი, თუ მე არ ჩაუწერდი ეს რაღაც ასე ვთქვათ, სპეციალურად დისკს და ძალიან კარგია, რომ ახლა მუსიკალურ ბაზარზე იქნება გაყიდვაში ეს The Best of King, სადაც ირაკლის საუკეთესო ჰიტებია შესული და ამას გარდა რამოდენიმე ყოველად უცნობი და ძალიან საინტერესო მუსიკალური. ბატონო ზაზა, ეს იყო Bravo Records-ის იდეა. ამ ალბომის გაკეთება და საკმაოდ ორიგინალური. ახლა ალბათ ირაკლი ჩარკვიანის ალბომი ჩვეულებრივი არც უნდა ყოფილიყო. დიზაინზე ქეთათოს ვკითხავთ, იდეაზე კითხავთ თქვენ. ერთობლივი იდეა იყო ცალ-ცალკე, ასე ვთქვათ, Bravo Records-ი ოცნებობდა ამ პროდუქტის გამოშვებაზე, რადგანაც თუ კი დღეს რაიმეზე ამოთხოვნილება ეს არის ირაკლის შემოქმედება და მიხარია, მე ირაკლისთან ერთად ძალიან ბევრი პროექტი მაქვს გაკეთებული, მიხარია, რომ მისი შემოქმედება დღეს ძალიან აქტუალური გახდა ახალგაზრდობაში და ძალიან დიდი მოთხოვნა არის ახალგაზრდობაში და კარგია ისიც ამ შემთხვევაში მე მუსიკალური ინდუსტრიის თვალსაზრისით მინდა ვთქვა, რომ უფლება მემკვიდრემ ამ შემთხვევაში ქეთათომ შეძლო დაცვა ბაზრის მეტნაკლებად. ქეთათო არის მე მგონი ერთადერთი ყველაზე აქტიურად იცავს ავტორო უფლებებს და მისაბაძია ნამდვილად. ნამდვილად მისაბაძია და მას შეძლო ამის დაცვა ბაზრის და დღესდღეობით ბაზარზე შევა ძალიან სწორი პოზიციონირებით ეს პროდუქტი, რომელიც არის ძალიან მაღალი ხარისხით გაკეთებული ხავერდის კლიპის ისტორიაში. აი დიზაინი გიგრუსში. კაკათოს და ქეთათოს ერთობლივი ნამუშევარია დიზაინზე, ხო? ერთობლივი, თუმცა უნდა ვთქვა, რომ manufacturing, ანუ დამზადება, რა თქმა უნდა, უცხოეთში მოხდა კერძოდ უკრაინაში, ჩვენთან უბრალოდ ესეთი ტექნოლოგიები არ არსებობს. და ძალიან გამოწვეულ შევარჩიეთ თვითონ სიმღერები, ის უიშვიათესი ფოტოები, მისი ლექსები, რომლებიც ბროშურაში არის მოთავსებული და ფოტოები თავენთან ზოგი ლექსით, ზოგი ხო? მე მინდა უბრალოდ დღეს მუსიკალური ბიზნესი ქოლმოქმედების დონეზე არ შემიძლია რომ არ უთხრა ძალიან დიდი მადლობა კულტურის და დაცვის დაცვის სამინისტროს, რომელიც ძალიან დიდი სიამოვნებით ჩაერთო ამ პროექტში, რა თქმა უნდა PSP-ს და ჩვენს პარტნიორს, ჩვენს რომელიც Bravissimo-შიც არის ჩვენი პარტნიორი, კომპანია კავკასიის ონლაინი რუსოს პირადად, რადგანაც მათ ძალიან ბევრი გააკეთეს იმისათვის, რომ ეს პროექტი გაახორციელებულიყო თავისთავად. რუსოს ცოტა ხანში ვთხოვთ სიტყვას ბატონ გელას მიმართა, ეს არის მერვე ალბომი ირაკლის, ხომ? თვითონ თქვენ, ანუ ოჯახის წევრები ქეთათო გასაგები აქტიურად იყო ჩართული. იგივე შერჩევაში სიმღერების კომპოზიციებს რამდენად იყავით ჩართული და ზოგადად როგორ აფასებთ ამ ახალ პროდუქტს? ალბომი ძალიან მიხარია რომ გამოვიდა. ვფიქრობ რომ თქვენ მეკითხებით სიმღერების ხოლმე არის როგორც მამა მე ყოველთვის ამ კუთხით უყურებ. თვითონ ირაკლი რას თვლიდა ყველაზე კარგად. ამის თმა ახლა შეუძლებელია, იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება მოგწონდეს ეს ის, მაგრამ თვითონ ირაკლი ხო კომპოზიტორს და ავტორს თვითონ აქვს კიდევ რაღაც საყვარელი. ახლა ამას ჩვენ ვერ გავიგებთ. თუმცა ალბათ კეთათოს ეწოდინება რომ ამბობდა რაღაცას, მაგრამ მე მიმაჩნია რომ შერჩეული არის ძალიან კარგად, რატომ? ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რა იყო, რომ მთელი სპექტრი მისი სტილისტიკისა და ეხლა მისი სტილისტიკა შეიძლება რამდენიმე ისეთი მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, სახის პროდუქტისაგან. ერთი იყო ძალიან ძლიერი მელოდიური პროდუქტი, ირაკლი იყო ძალიან კარგი მელოდისტი, რაც იშვიათობაა და ეს დიდი ნიშია ყოველთვის. მეორე იყო ესეთი თვით ექსპერიმენტული ცოტათი, ესე ტექნორიტმებზე დასმული, თქვი დადაისტურიც კი სპეციალური ნაირი ქონდა მიცემული, რა თქვა მანგოროა იყო არა, ის აბსოლუტურად სხვანაირადაა დაწერილი, ხო, ამ ტიპისა. და მესამე ვთქვათ, მაინც მიმაჩნია ყველაზე უფრო ისეთი გამოღვევი თავის დროზე იყო შენაფრე.
ეხლა იქ ეს მელოდიური ხო არ არის, მაგრამ საინტერესოა სხვა მხრივ. ისე რომ აი აქ ყველაფერი არის ერთდროულად. მე პირადად რო გითხრათ, ეხლა ჩემი თვალსაზრისით მე ყველაზე უფრო მიყვარს აი ამ ყველა ამ ნაწარმოებს შორის გამარჯობა ეხლა ესე ქვია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში. რატომ? იმიტომ რომ მე აი ყველაზე განწირული ფილოსოფიური რაღაც ეგზისტენციალური მომენტი არის მხოლოდ ამ სიმღერაში და მე ყველაზე უფრო თან ფაქტია რომ ირაკლი თავის დროზე მე პირდაპირ თამამად ვიტყვი რომ გადაარჩინა მთელი თაობა ცუდ მუსიკას. მართლა იმიტომ რომ იმ პერიოდში იყო ძალიან ბევრი აი უხეშად ნაგავი და უცებ გამოჩნდა ირაკლი, რომელსაც მთელი თაობა მართლა გადაარჩინა, ხო? მასე გამოვიდა თავისი ტექსტებით, თავისი მუსიკით და რომელმაც იპოვა ძალიან მაგარი ზღვარი ალტერნატივას და პოპ მუსიკას შორის. პოპ მუსიკაში მე კარგ მუსიკას გულისხმობ, რა თქმა უნდა, ხო? და შესაბამისად მე ჯავამიხარი რომ გამოვიდა ეს დისკი და რომელსაც ექნება მართლა ესე იქნება დატაცებაზე. ნამდვილად და ბევრი მხარდამჭერი ყავს ამ ალბომს და ერთ-ერთი არის კავკასოს ონლაინი, რომლის წარმომადგენელიც არის ჩვენთან. რა ვიცი, ალბათ კარგია რომ ასეთ კარგ საქმეს უჭერ. პირველ რიგში აუცილებლად უნდა აღნიშნა რომ მე როგორც კარგი მუსიკის ერთ-ერთი რიგითი მსმენელი და მოყვარული ძალიან გახარებული ვარ რომ ეს დისკი უკვე არის ხელმისაწვდომი. ძალიან ვამაყობთ ასევე რომ ეს დისკი კავკასოს ონლაინის მხარდაჭერით გამოვიდა და ჩვენი საკმაოდ დიდი წვლილი არის ამ დისკის გამოშვებაში. ჩვენ რაღაცნაირად დისკის წინა სიტყვაში აღნიშნეთ რომ რაღაცნაირი ბუნებრივი კავშირი გამოვიდა ჩვენი ამ პროექტთან, იმიტომ რომ როგორც ინტერნეტმა შეცვალა მსოფლიო და დაშალა საზღვრები, ზუსტად ისევე ირაკლი ჩარკვიანმა დაშალა საზღვრები და შეცვალა მსოფლმხედველობა. ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ყველა ადამიანს, ვინც ამ დისკზე მუშაობდა. კეთილად დიზაინზე უნდა კითხო, ხო? ბევრჯერ ვიყავით ამ თემაზე, მაგრამ მაინც ანუ მაქსიმალური ალბათ ის იყო მისწრაფება რომ მეფური და ესეთი ყოფილიყო სამეფო რესტორანი თუ რა იყო. მე როდესაც მე და კაკადუმ გადავწყვეტეთ რომ უნდა გაგვეკეთებინა დიზაინი, თან რაღაც ვადებში ვიყავით შეზღუდული, წავედით კაკადუსთან და ზუსტად რა ერთ დღეში იმდენად ბევრი ვილაპარაკეთ ირაკლიზე, გავიხსენეთ ისტორიები, რომ მიუახლოვდით ასე ვთქვათ მას. ხო და ახლა კაკადო დათმაჭავარიანი არის ირაკლის ხელში რამის გაზრდილი, მასთან უკრავდა დრამზე და საკმაოდ ისეთი ახლობელი ადამიანია და ნუ მეც რა თქმა უნდა და ამიტომ დიზაინი გამოვიდა ძალიან მიახლოებული რეალურად ირაკლისთან და ნუ იგივე ბრავო რეკორდსმა მაქსიმალურად ხელი შეგვიწყო რომ ყველანაირი ვთქვათ ტექნოლოგია ნოვატორული ჩვენ გამოგვეყენებინა იგივე ბარხაძეა ლაპარაკია ოქროს მინაწერი კი მინაწერი რა თქოს არის ეს თვითონ რაც არის შიგნით ძალიან მნიშვნელოვანია იმ ხრივაც რომ ვთქვათ ნუ საქართველოს ესეთი ადამიანები არ არიან მაგრამ ვინც არ იცის თუნდაც უცხოელმა ან ვიღაც ადამიანმა აბსოლუტურად ამომწურავ რაღაც ინფორმაციას კარგი დოზით მიიღებს ამ ადამიანზე როგორც შემოქმედზე და არა მარტო როგორც მუსიკოსი. ირაკლის ფრაზები, ლექსებიდან, იგივე მშვიდი ცურვიდან არის ფოტოები, ირაკლის ბავშვობის ფოტოთი იწყება. ნუ ეს ბევრი ფოტო მოგონი არც არის, ხო ფოტოგრაფები. იშვიათი ფოტო. ხო და ну, მეც ვარ და არის მაქსიმეს დედაც ლენაც. იმიტომ რომ მას ძალიან ბევრი სიმღერა ეთმებოდა და არ შეიძლებოდა მისი არ შემოგვიყვება. და ეგ ერთ-ერთი დანიშნულოვანი პერიოდი. ეს რა სიმღერებია ბონუსი რაც არის? ბონუს სიმღერები არის Show Me Your Special demo მაწონის სხვა ვერსია, განსხვავებული ვერსია, სადაც აი ეს ტექსტი მნიშვნელოვანესი ისმის წინა პლანზეა და აგრეთვე არის კახაბერცის კარიძესთან ერთად გაკეთებული კომპოზიცია კახაბერის ეს არის ანუ მუსიკალური ტრეკი და დაადო დრო ირაკლი. ეს ვერსია მქონდა მე დისკზე, არავის არასდროს არ მქონდა მოსმენები და კახაბერმაც არ იცოდა მგონი რომ არსებობს და ძალიან გაუხარდებათ ირაკლის მსმენელებს რომ აი ეს კომპოზიცია შევიყანით. აგრეთვე კაკადუს მიერ გაკეთებული ანუ რემიქსი არის კაიას სიმღერა კაია რომელიც კლუბებში იყო აპრობირებული და ძალიან ისეთი სერიოზული ზემოქმედება ჰქონდა. ყველა მსმენელი თავის სტილ მეფეს იპოვის ამ ალბომში. თავის სტილ მეფეს იპოვის და რაღაც ეს თავისუფლების ხარისხი ყველას თითქოს აუმაყდება. შეხვდება. ბატონზეზე დღესაა პრეზენტაცია ბრავო რეკორდს. რა გველოდება და როდიდან გვაქვს შანსი რომ შევიძინოთ? რა მას ეს კითხვა ძალიან ბევრს გაუჩნდება ვინც ახლა გვისმენს. დიახ. პირველ რიგში მინდა თქვა რომ ბრავო რეკორდსის გუნდმა გაწია ძალიან საინტერესო საუნდ ინჟინერული სამუშაო, იმიტომ რომ მოგეხსენებათ რომ ჩვენ გვაქვს უნიკალური აპარატურა, რომლის მიხედვითაც ციფრულად
მოხდა ამის აღდგენა და ძალიან ესეთი საინტერესო სამუშაო იყო, სკრუპულოზური ძალიან და მთელი გული და სულით მუშაობდა მთელი გუნდი. რაც შეეხება დღევანდელ პრეზენტაციას, იქნებიან წარმოდგენილი, რა ვიცი, ირაკლის მეგობრები, მუსიკოსები, რა თქმა უნდა, ის ხალხი, ვინც დაგვეხმარა ამის გამოცემაში პირველ რიგში სპონსორობს გულისხმობ კულტურის სამინისტროს, PSP-ს, იგივე კავკასიის ონლაინს და ძალიან კარგია, რომ სახელმწიფო მონაწილეობს ასეთ პროექტებში. ეს ის პროექტია, სადაც სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებმა ერთად უნდა იმუშაონ ასეთ პროექტებზე და მე ვფიქრობ, რომ უახლოეს დღეებში უკვე გავაქსელში და იმედი მაქვს, რომ კარგი გაყიდვები ექნება მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ ძალიან ჩავარდნილია ფიზიკური დისკების გაყიდვების ზოგადად ტენდენცია, მაგრამ იმდენად მოთხოვნადია. რომ ამეტებზე ერთადერთია, რაც შეიძლება რომ შეიძინო ირაკლის ჩარკვიანის. კი, აი ამის თქმა მინდოდა ზუსტად და თან არის უნიკალური გამოცემა, ძალიან იშვიათი, რომელიც ალბათ შემდგომში ისეთი გახდება ძალიან დიდი მადლობა ამისთვის, დიდი მადლობა იმისთვის, რომ იყავით ჩვენ გაცემის სტუმრები. საუკეთესო სურვილებით და გამშვიდობებით რეკლამის დრო, რეკლამის შემდეგ დილის გაცემა დაბრუნდება პირდაპირ ეთერში დაგველოთ.